ბაბი ვახო ბოლოს წერილი როდის დაწერეთ და ვის დაუწერეთ ალბათ სკოლაში დედას ხო სტანდარტულად ხელით დაწერილი წერილი. არა, რაღაც ჩანაწერები გამიკეთებია ვისთვის გაგიგზავნია საკუთარი თავისთვის. ეგოისტია. კარგი, მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელით დაწერილი წერილის მიღებას ბაბი ალბათ ამეთანხმებით თუნდაც სკოლის ასაკში სრულიად სხვა რომანტიკა. რაც ნაკლებად აქვს ეგ ეწოდებულ SMS. წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი საქართველოს პოსტის ორგანიზებით უკვე მე-12 იმართება თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში. დამერწმუნეთ, რომ ეს კონკურსი შეიძლება ითქვას არის რაღაცნაირი ერთი ნათელი წერტილი, რითიც შეიძლება რომ 15 წლამდე ასაკის მოზარდებს კალმით ფურცელზე წერილების წერა შეაყვაროს. მოკლედ, როგორია კონკურსის პირობები და რა ისტორია აქვს ამ კონკურსს? ამას საქართველოს პოსტის გენერალური დირექტორისგან გავიგებთ ლევან ჩიკვაიძე შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დილამშვიდობის. მოგესალმებით დილამშვიდობის. ასაკი საკმაოდ სენსიტიურია. 15 წლამდე ბავშვებს, რომლებმაც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ არც უნახავთ რეალურად ის წერილები, რომელსაც ჩვენი მშობლები, ბებია-ბაბუები იღებდნენ ხოლმე. როგორ საერთოდ შეეჭიდეთ ამას? ძალიან რთული არ არის, რომ დააბრუნოთ 15 წლის ბავშვი კალამთან, ფურცელთან და დააწერინოთ ადრესატისთვის წერილი. დავაზუსტებთ 15 წლის ჩათვლით შეიძლება კონკურსში მონაწილეობის მიღება. ვფიქრობ, რომ ეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს და არც ახალ ტექნოლოგიების ერაშია რაიმე განსაკუთრებული ხელწერასთან მიმართებაში და რატო ვამბობ ამას? თუნდაც ახლაც რომ მკითხოთ, ChatGPT-საც რომ მკითხოთ, პასუხს დაგიბრუნებთ ასეც, რომ ხელით შესრულებული ხელით წერისას მეტი უნარი აქვს ბავშვს, მეტი შესაძლებლობებია გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი ნიჭი, უფრო მეტად კონცენტრირებულია და მისი გონება უფრო ვადაში დროულად მიყვება მისი ნაფიქრი ხელნაწერს. კი ბატონო, ასეთ პასუხს გაგცემთ ის ახალი ტექნოლოგიაც და მეც ვფიქრობ, რომ სწორედ ასეა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ხელნაწერს მოყვება უფრო მეტი ემოცია, უფრო მეტი ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, თუ კი მის ხელნაწერს იცნობ, იქ კიდე უფრო მეტი ნიუანსის დადგენის შესაძლებლობა. დამატებითი ემოციების გამოიწვიოს და ან გაყიდოს. უნება განწყობა გამოიხატება იმ კალიგრაფიაში და ყველაფერს თუ თავი დავანებოთ, არსებობს მეცნიერებები ხელნაწერთან დაკავშირებით, რომელიც ხო კარგად არის განვითარებული ჩვენს ქვეყანაშიც და აი უამრავი ანალიტიკის გაკეთება შეიძლება ხელნაწერისგან და მით უმეტეს როცა მოზარდ თაობას ეხება, ალბათ მშობლისთვისაც საინტერესო უნდა იყოს და სრულიად საზოგადოებისთვის. მათთვის რამდენად არის საინტერესო და რამდენად აი ვთქვათ აინტერესებთ დაწერონ ეს და არა ვთქვათ გააგზავნონ SMS-ი, რომელიც აღვნიშნო. მოდით მე ფაქტს გეტყვით, მონაცემებს გეტყვით, ყოველწლიურად ტარდება საქართველოში ჩვენი ინიციატივით ესეთი კონკურსი და საშუალოდ მონაწილეობას იღებს 600-700 მოზარდი. იმასაც შეიძლება ყურადღება მიექცეს, რომ ძალიან დიდი რაოდენობა 60% მონაწილეთა არის რეგიონებიდან წარმოდგენილი. ხო, აქაც რაღაც თავისი ახსნა შეიძლება რომ ამასაც მიეცეს. ვერ ვიტყვი რომ ენთუზიაზმი იმდენად მაღალია და ვფიქრობ რომ ჩვენი მიზანი ამით მიღწეულია. ფაქტიურად წახალისებაა ახალგაზრდის რომ მეტი იფიქროს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ მუდმივად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არის თემატიკა, რომელსაც მსოფლიო საფოსტო კავშირი შეიმუშავებს ყოველწლიურად. აქ კიდევ უფრო მეტი საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს. წელს რა თემატიკაა? წელს გახლავთ თემატიკა წარმოიდგინე რომ ხარ ოკეანე და მიწერე წერილი ადამიანს და ბოლოში ხას უსვამს როგორ იზრუნოს შენზე. აქ ძალიან ფართოდ შეიძლება ეს თემა გაიშალოს. მე რომ მონაწილეობის შესაძლებლობა მქონდეს, ასაკი არ მიწუხობს ხელს. მაშინ ალბათ ეს ოკეანე ვინ იქნებოდით რომ მობინადრეს არჩევდით? პოსეიდონი ვიქნებოდი, ან ოკეანუს არის მეორე თაობის ბერძნული ღვთაება, ტიტანი ფაქტიურად,
რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობები აქვს და შენ წერ ადამიანს, რომელზეც ფაქტიურად შენ ზრუნავ. კლიმატს შენ ქმნი ამ ადამიანისთვის. პრობლემებს და რა პრობლემებს უქმნიან ადამიანები ალბათ, ხო? აი ადამიანმა რა პრობლემა უნდა შეუქმნას ოკეანის, როცა ასეთი ძლევა მოსილი ხარ, მაგრამ მაინც მიმართავ ადამიანს, რომ მოდი შენც ჩემზე იზრუნე და აი ძალიან საინტერესოა როგორ დაინახავს ამას. საინტერესო ერთის მხრივ, იმიტომ რასაც ემსახურება ეს კონკურსი, რომ წერილის წერა, მეორეს მხრივ ის რაც გლობალური პრობლემა არის, ხო, ეკოლოგიაზე ზრუნვა და ასე შემდეგ და ძალიან ნამდვილად საინტერესოდ არის შერჩეული. და აზროვნების დიაპაზონის შეფასებაც არის შესაძლებელი, იმიტომ რომ აი ძალიან დიდი თემაა და ძალიან კარგი საინტერესო საკითხია. 72 წლიდან ყველა თემატიკა მსოფლიო საბჭოთა კავშირის ვებგვერდზე მოცემულია, გამარჯვებულებიც მოცემულია იქ და აი თემატიკა მიყვება, როგორც გითხარით, იმ დროს მიმდინარე მოვლენებს. აი მაგალითისთვის თავიდან დასაწყისში იწყება თემატიკები უფრო მარტივია თითქოს, აი როგორ გაატარეს ზაფხულის არდადეგები მაგალითად, სტანდარტი. მიწერე წერილი მეგობარ. საინტერესოა ის, რომ მაშინ არსებობდა ასეთი ტერმინი კალმის მეგობარი სხვა ქვეყნიდან. რომელიც არც არასდროს არ უნახავს და მეგობრობდა მიწერილი წერილით. აი შემდეგ ტექნოლოგიის განვითარებაც, აი მსოფლიო მოვლენები მოყვება თემატიკასაც. კიდევ უფრო მეტად საინტერესოა ნამუშევრები, იმიტომ რომ აი 15 წლამდე ასაკის ბავშვები რას ფიქრობენ ამათ იმ თემატიკაზე, რომლებიც სულ რაღაც 5-10 წელიწადში უნდა გადაიბარონ ქვეყანა, ხო, მართვისთვის. იმ დროს რას ფიქრობს ამათ იმ თემატიკაზე. როგორ უნდა მივიღოთ მონაწილეობა? შენ ვერ მიიღებ. მონაწილეობის ცოტა გადაცდი. ერთი წელი დამიგვიანდა. ხელნაწერიც უნდა წარმოადგინოს და ელექტრონული ვერსიას თავიდან ხდება ელექტრონული პოსტის საშუალებით ელექტრონული ნამუშევრის წარმოდგენა, რომელსაც 5 დღის ვადაში თან უნდა ახლდეს უკვე ხელნაწერის გამოგზავნა. გამოგზავნა შესაძლებელია საფოსტო სერვის ცენტრები, ნებისმიერი საფოსტო სერვის ცენტრიდან უფასოდ, ну, როგორც წერილი და მისამართებელი უნდა იყოს ადრესატი უნდა ყავდეს, მისამართი უნდა იყოს საქართველოს პოსტის ცენტრალური ოფისის და ну ეს მონაცემები კიდე როგორ უნდა იყოს წერილი 1000 სიტყვა, არა უმეტეს 1000 სიტყვისგან უნდა შედგებოდეს და ასე შემდეგ მოცემულია ჩვენს ვებგვერდზე, ამას ეცნობიან როგორც წესი მონაწილეობის მსურველები და რაოდენობა როგორც გითხარით 600-700-ია ყოველწლიურად. შემდეგ ამ შეირჩევა საუკეთესო ნამუშევრები დაახლოებით ვიღებთ ხოლმე შედეგს 50-60 საუკეთესო ნამუშევარს და შემდეგ სპეციალური ჟიური არანაკლებ 3 წევრისგან შემდგარი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები თავისი ობიექტურობით ცნობილი ადამიანებით კომპლექტდება ყოველთვის ჟიური და ისინი გამოავლენენ 3 საუკეთესო ნამუშევარს. ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იღებს ყოველთვის მონაწილეობას ინფორმით, რომ თავის რჩეულს გამოავლენს 3 წერილებიდან. ასევე პოსტის განვითარების კავშირი არსებობს, პოსტის თანამშრომლების შემდგარი, რომლებიც დამოუკიდებლად თავის ფავორიტში არჩევენ და დასაჩუქრდება სერტიფიკაციებს ყველა მონაწილე. როგორც წესი, მნიშვნელოვანი არის ხოლმე ამ შემთხვევაში წამახალისებელი პრიზები, ჯილდოები, ხო და რა სახის იქნება ესეც რომ. ყველა მონაწილე იღებს სერტიფიკატს და შესაბამის საჩუქარს ერთგვაროვანს ყველანი მონაწილეობისთვის, ხოლო გამარჯვებულებისთვის პირველი, მეორე, მესამე და შემდეგ აი ეს 2 ორგანოები გამოვლენილი, ну საჩუქრები გვაქვს ხოლმე და ველოსიპედი, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, კომპიუტერი და ასე შემდეგ. საკმაოდ კარგი საჩუქრით მიდიან სახლში. ეს თამდა კითხოთ ბატონ ლევან, აი თუ შეგიძლიათ 12 წელი ვახსენოთ ჩვენ და რაღაც უწყვეტი ტრადიცია აქვს ამ კონკურსს და აი რაღაცა გამორჩეული წერილები, რომელმაც აი განსაკუთრებით დაგამახსოვრათ თავი ან რაღაცა თავისი შინაარსით, შემდგომ უკვე რაღაცა შეცვალა რაღაც და ასე ძალიან კარგი კითხვაა, საინტერესოა ჩემთვის, რადგან ფიქრობ, რომ ვერ დაუთმე საკმარისი დრო და მეტი სურვილი მაქვს, რომ გავეცნო. მაგალითისთვის გეტყვით, ამ ბავშვებს, ჩვენ ბავშვებს მე მგონი ნიჭის აღმოაჩნდათ რაღაც შორსჭრეტელი წინასწარ მეტყველური. აი მაგალითისთვის 3 წლის განმავლობაში ბავშვები წერდნენ ილონ მასკს. როდესაც საქმე ეხებოდა მაგალითად ერთი მიწერეს სუპერ გმირს, რომელსაც შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა და ილონ მასკს წერდნენ.
რა საინტერესოა. ოჩო ბავშვებო. 3 წლის განმავლობაში მუდმივად იყო მშვიდობის მოთხოვნილება ამ ბავშვებში. ძალიან ემოციური იყო ეს წერილები, ხო ეს ის დროა, როცა აქ ჩვენი ზოგიერთი ადრესატამდე თუ მივიდა ეს წერილები, მე უფრო ეს დამაინტერესებდა. მე მგონი სწორ ადრესატამდე ვისთანაც უნდა მისულიყო, იქ მივიდა, ლოკალური მასშტაბით თუ ამბობ, ეს ის დროა, როცა აქ ჩვენები ზოგიერთი ნაცარქექია წვიმების ბომბების წვიმას რომ ნატრულობდა, დაშინებული ბავშვები მშვიდობას ნატრულობდნენ და ერთ-ერთი ადრესატი იყო ილონ მასკი, რომელიც მაშინ საერთოდ ასპარეზზე აი ამ ფორმატში და ამ სტატუსით საერთოდ არ ჩანდა. ამიტომ ამბობ წინასწარმეტყველების უნარის გააჩნია. ძალიან კარგი. თვითონ სხვა პროექტებზეც მინდა რომ კითხოთ, საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტები, როგორც ვიცი, არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ წერილების წერის კონკურსით, ხო? თუ გაქვთ კიდე სხვა პროექტები? სხვა პროექტები, მოდით ამასაც წინა კითხვას დავასრულებ მაშინ. ასეთი საინტერესო გრძელვადიანი გამოგვივიდა ბავშვებთან დამოკიდებულება, ეს იყო პანდემიის პერიოდი, როდესაც ჩვენს ყველას არავის გამოცდილება არ ქონდა, განსაკუთრებით საფოსტო ოპერატორები აღმოჩნდნენ რთულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ წინა ხაზზე საფოსტო ოპერატორები იყვნენ ყველანი სახლში, პოსტალიონი მუშაობს. ამ პერიოდში თემატიკა, პანდემიასთან დაკავშირებული თემატიკა ბავშვების მომზადებული წერილები ჩვენ გადავეცით ეროვნულ არქივს, რომელიც წერილებიც გაიხსნება 50 წლის შემდეგ. ახლა დავიფაროს თუ მანამდე პანდემიური გარემო დადგა, მანამდე რომ აი ამ დროინდელი გამოცდილება, ჩვენ ხო არანაირი გამოცდილება არ ქონდა წინა პერიოდიდან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კარგი ინიციატივა იყო. შემდეგი რასაც ვფიქრობ, აი წლევანდელი კონკურსის მონაწილეებს დამატებით მინდა რომ საქართველოს ფოსტის თემა მივცე, აი გამარჯვებულ საუკეთესო გამოვლენილ 50-60 ბავშვს მივცეთ დამატებით საქართველოს ფოსტის თემატიკა, რომლითანაც პირადად მექნება კომუნიკაცია და პირადად ჩავერთვები ჟიურის საქმიანობაშიც გამოსავლენად და შემდგომში კომუნიკაციით. გავაციფრულეთ ჩვენ, რადგან სიახლეებზე მაქვს კითხვა, სულ რამოდენიმე დღეში ხუთშაბათს გვექნება ამის პრეზენტაცია, სრულიად ფოსტის ისტორია გავაციფრულეთ. და არაჩვეულებრივი ნამუშევარი გამოვიდა შემდეგი თაობებისთვის შესაძლოა. ჩვენი გამოცდილება თქვენი საახალწლო გაციფრულებული ისტორიებიდან გამომდინარე გვაძლევს ფიქრის საშუალებას, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნება. კი, მულტიპლიკაცია იყო საახალწლო. ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ ამ პროექტების განხორციელებისთვის, სტუმრობისთვის და წარმატებას გისურვებთ თქვენ და მონაწილეებს კონკურსის. ახლა ჩვენს მაყურებელს გავასწროთ კიდევ ერთხელ ამინდის